გამარჯობა. გრძელდება პოკერინგის მეორე სეზონი. დღეს მესამე ნახევარფინალი გაიმართება. ეს თამაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და შესაბამისად იცით რომ მეორე ნახევარფინალიდან დაემატა ერთი მაგი და ფინალის აგზურისთვის იბრძვის უკვე 27 მოთამაშე. 18-ის ნაცვლად 18-მა დაიწყო პირველი თამაში, შემდეგ კი კოლოსალური ინტერესის გათვალისწინებით მოხდა ეს ცვლილება. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, რა თქმა უნდა, პროფესიონალ მოთამაშეებთან ერთად უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით თამაშობენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეები. მე მინდა სიამოვნებით გაგაცნოთ ისინი. წარმოგიდგინოთ გიორგი ყიფშიძე, ნუკი კოშკელიშვილი და ლაშა ხარაზიშვილი შეეჯიბრებიან ერთმანეთს და მეტოქეებს ფინალის აგზურისათვის. რაც შეეხება თამაშის წესებს, ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია. 27 მოთამაშიდან გაირკვევა 9, რომელიც გადაждდება ჩემს უკან მდებარე რინგზე და იქ გაითამაშებს უკვე ფინალის ერთ აგზურს. საქმე მინდა აღნიშნო ძალიან სოლიდური საპრიზო ფონდი 170,000 ლარი. და კიდევ ერთი მონაწილე მინდა განსაკუთრებით გაგაცნოთ. 3 ცნობილი ადამიანი და საზოგადოების ცნობილი სახეები უკვე წარმოგიდგინეთ და კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი ლადო ბურდული, რომელმაც შესარჩევი ეტაპი გაიარა და ყოველგვარი სპეციალური მოწვევის გარეშე მოხდა იგი ჩვენს თამაში. პოკერში წარმატების მიღწევისთვის საჭიროა ანალიტიკური აზროვნება, სწრაფად გადაწყვეტილების მიღება, მოწინააღმდეგის ემოციის და საკუთარი ემოციის კონტროლი და რა თქმა უნდა იღბალი. საღამოშვიდობის ეთერშია პოკერ რინგი. ხედავთ პირველივე დარიგებაში ძალიან საინტერესოდ ვითარდება ხელი. ვითარება ორივე მოთამაშეს, გოგისაც და გიორგი ყიფშიძესაც, რომელიც მოწვეული სტუმრის სტატუსით სარგებლობს. ძალიან ძლიერი ხელები ყავთ ფლოპის შემდეგ. თუმცა უპირატესობა ქიქერით აქვს გიორგის, ოფენენდით სტრიტი არის გოგის ხსნაც, კაროლიან 8-იანი, 10-იანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი მოიგო 3 წვილით, მოდით ესე ხუმრობით ვთქვათ, ეს დარიგება. ჩემთან მოდი მამასთან. ეხლა ესე გამოვიდა, რომ ესტაფეტა მე გადმოვიბარე შენგან. რა თქმა უნდა, პოკერს თამაშობ? ვერა, ხო? ხოდა მე ვთამაშობდი და როცა შენ ადგილას ვიყავი, არ მათამაშეს. ხო და ეხლა დაურეკე და მეთქი ეხა მე რო პოკერი არ მათამაშო, დაგხოცავთ ყველას. დაკარგავთ როგორც მეგობრებს და ასე შემდეგ. ანუ სპორტსმენის ჟირმა გაიღვიძა. კი, ძალიან მაგარი თამაშია. ერთადერთი კარტში რაც არის, მithuli რომ სპორტია. სპორტია და სპორტ სახეობად აღიარეს ბევრგან უკვე შეიძლება ოლიმპიადაზეც კი ჩართო. მე თუ მკითხავ საჭირო არის. აუცილებელიც კი არის. და შემოქმედებაზე რა სიტყვით დღეს შენ როგორ შეაფასებ შენს შანსს? მე ზიგიგის მეშინია. ზიგიგის მეშინია და არა, ბევრის მეშინია. მე მინდა რომ პირველი არ გავარდე, მეტი არაფერი. პირველი არ ამგონია, მე ხა ხოიცი გურ შემადგერო, პირველი არ გავარდები. იმედი მაქვს მეც. მორეგი ექშენი ოვინს არის მიშა ტუზვალეტით, დამა სამიანში უპასუხა მიშომ. კარგი შანსი აქვს მიშას რომ გაიკეთოს დაბალაფი. ყვავი მოვიდა, დამა სამიან ყვავი ყავს და გადაურჩა ყვავს. იკეთებს დაბალობს. რამდენი ხანი თამაშობ? მოდი არ დავკონკრეტდები, მაინც ამ ადამიანებთან ერთად ვთამაშობ, რომ არ იცოდნენ რამდენი ხანი. შეიძლება ბავშვობიდან არ ვიცი. აი ნახეთ როგორი დამაინტრიგებელი პასუხია. რა შანსი გაქვს ხა რომ მაგიდასთან მოხდე როგორ იცი რა, იქიდან გამომდინარე რომ აბსოლუტურად არ ვარ აზარტული. ალბათ უფრო პრაგმატული ვარ, ამიტომ მექნება ალბათ შანსი. თუ არა და არც ეგ არ არის. მან ძალიან ცივი გონებით ვთამაშობ. აქ კამპატონებს არ ინდობენ. არც ისეთ ლამაზებს როგორც შენ. მადლობა. ნუკი არის დღეს ერთადერთი კამპატონი, ნახოთ რას მიაღწევს და გამიმეორებს თუ არა სალომე კორკოტაშვილის შედეგს, რომელიც 4-ელში მოხდა საბოლოოდ. ალბათ წარმატებებს გისურვებთ. ნუკი კოშკელიშვილი, ასევე ცნობილი ტელეწამყვანი, მოწვეული სტუმრის სტატუსით სარგებლობს იგიც. კარგი ფლოპია მისთვის, ფლეშ დრო და 2 ოვერი. გააკეთა ბეთი. ლევანი შედის all-ins, რომელსაც 2 ვალეტი ყავს, 2 შავი ვალეტი. და 50-50-ზე შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში თუ ნუკი გაასწორებს.
ფიქრობს, აანალიზებს საკუთარ ხელს და რა უნდა ყავდეს სავარაუდოდ მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით ლევანი იგებს, თუმცა ძალიან ბევრ კაცს უნდა არიდოს თავი, თუ უნდა რომ დარჩეს იგი ტურნირში. აი ზამეც კომფორტულად თავს ნამდვილად არ გზნობს ამ შემთხვევაში. 4-იანი. ერთი კარტია მოსასვლელი. და 5-იან გული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლეში ააწყო ნუკიმ და გამოთიშა ლევანი დღევანდელი ტურნირიდან. აპუნა და ზურა, რომელიც all-ins არის შესული. coin flip-ი. რომელ მოთამაშეს გაუმართლებს, ნახოთ ამაზეა დამოკიდებული დილერი, რა კარტებს გაშლის. და მოარტყა 10-იანი ზურამ ფლოპზე, ძალიან ემოციურადაც აღნიშნა საკუთარი წარმატება და მოდის 4-იანი. 10-იანი დაგჭა. არაფერი აღარ აწყობს, გამოეთიშა ზურა ტურნირს. ძალიან მტკივნეული გამოვარდნა მისი. ძალიან კარგი ტურნირია, მომწონს ტურნირის ფორმატი საერთოდ, სატელიტებისას და თუმეტეს live action ძალიან მაგარია. ლაშა აუცილებლად დაждდება. ყველაზე კარგად თამაშობს ჩვენს მაგიტაზე ვინც იყო. ჩემის აზრით, კიდე ლაშას გვერდზე ზის, მგონი თორნიკე თუ რაღაც ის თამაშობს კარგად. ნუ კი თამაში არის ის, მაგრამ უღმართლეს ძალიან. კლავ მიშოს და მიშას დაჯახება all-ins არის. მიშა მას შემდეგ რაც სტრიტი ააწყო, მიშოს ტოპსეტი ეჭირა, არ გაამეორა არც ერთმა კარტმა და მიშომ გაიმარჯვა. კლავ გიორგი ყიფშიძე მოვლენების ეპიცენტრში ბექას წინააღმდეგ. უზვალეტი ყავს ყიფშოს, ბექას დამავალეტი, დამა მოდის ფლოპზე. და ინიციატივა გადადის ბექას მხარეს. ტუზია ყიფშოს აუტი ხსნა. რივერი 10-იან აგური ეს დარიგება ბექამ მოიგო. ცოტნე 2 ტუზით. შესანიშნავ ვარიანტია რომ გააგდოს ირაკლი ტურნირიდან, რომელიც all-ins არის, დამა 5-იან ყვავში, 6-იან კაროლ 4-იანი, არანაირი გაძლიერება ირაკლისთვის, ეხლა გაძლიერდა დამა, კიდევ ერთი დამა 5-იანი, არა 7-იანია და ცოტნემ გამოთიშა ირაკლი ტურნირიდან. მაშასე გრძელდება პოკერინგის მეორე სეზონის მესამე ნახევარფინალი, სამწუხაროდ კიდევ ერთი მონაწილე, მეხუთე მონაწილე გამოეთიშა უკვე დღევანდელ ნახევარფინალს. ერთი გათამაშება წავაგე, საკმაოდ დიდი სტეკი, დიდი ნაწილი ჩემი სტეკისა. ნუ შემდეგ იძულებული ვიყავი დამეულინებინა სუსტ კარტში და 2 ტუზი დამხვდა, წავაგე. რამდენად აზარტული ხარ ამ ხანე პოკერს თამაში? აქ რო მზივარ ახლა უკვე ეს იმაზე მეტყოლებს რო აზარტული ვარ და პოკერის ამ დიდი ხანი არაა თამაში, სპეცი აქტიურად ალბათ 1 წელი. ანუ სპორტის სამსახიობაში დამწყები ხარ, ესე გამოდის მაინც. კი, აი თანაკ ადამიანები არიან, რომლებიც ბევრად დიდი ხანი რაც თამაშობენ და მათთან შედარებით დამწყები ვარ. და შანსებს როგორ შეაფასებ შენს აი ხარ ამ მდგომარეობა გაქვს? მეგონი ნორმალურად ვარ ხო და ვნახოთ თუ ესე გავაგრძელე, ალბათ ცუდი შედეგი არ იქნება. ლაშა ხარაზიშვილი 2-5-იანში დიმიტრის წინააღმდეგ, რომელსაც 10-იანების პარადა ფლეშ დრო ყავს. სულ მდგომარეობაშია ლაშა, იგიც რა თქმა უნდა მიხვდებოდით რომ მოწეული სტუმრის სტატუსით სარგებლობს. შედის ძალიან აგრესიულად თამაშობს ლაშა ამ ეპიზოდში. all-ins და აქ დიმიტრი დაკოლავს, ასეც იქცევა. და მას შემდეგ რაც კარტს გაშლიან მოთამაშეები დიმიტრი შვებით ამოისუნთქებს, აი ლაშას კი ძალიან ჭირდება 5-იანი, ეს არ მოდის ტუზი. და დიმიტრი იკეთებს დაბალებს. მიშა ყიფშოს წინააღმდეგ ცუდ მდგომარეობაშია გიორგი ყიფშიძე, რადგან დომინირებს მიშა კაროლით. მოარტყა კაროლი, მაგრამ open-ended straight draw ყავს. გიორგის დამა 9-იან ტუზი მისი ხსნა. ტუზის შემთხვევაში სპლიტი იყო, ესეც აღნიშნოთ, მას შემდეგ რაც დამა მოვიდა, არ მოვიდა გიორგისთვის სასურველი კარტი და ტოვებს იგი ტურნირს.
მე ხა ნამდვილად არ ველოდები ამას რაც მოხდა და უცბად მეც კი რა. ყველას გავარდა გუსტკეს რა თქმა უნდა დაღება, მაგრამ გიორგის განსაკუთრებით. გიორგი მართლა არ მეგონა რაღაც მეგონა რომ ბოლომდე ერთად ვიქნებოდით ამ თამაშის ბოლომდე. რამ იმედი კი, იმედი მქონდა. უბრალოდ ნუ ისე მოხდა რა კარტია, ტუზვალეთში წავაგე რა. ოლინი შემოვიდა დამავალეთით. ტუზვალეთი მეჭირა და ხა უნდა დამეკოლა არ არსებობდა. ანუ შეცდომა არ დაგიშვია. იცი რა არის შეცდომა რა კაცი ხა ამ ეტაპზე ჯერ შეცდომის დაშვების დრო არ იყო. აი როცა 2-3 კაცი რჩება მე არის რაღაც შეცდომები. აქ არ ამგონია. დამავალეთმა დამღუპა სწორე მითხრა მეგობარმა დამავალეთთან წავაგე და მე ოლინი რო შევედი ბოლოს უკვე ძალიან ცოტა მქონდა და დარჩენილი თუ დამავალეთით შევედი და მე კარლვალეთი დამხვდა და მოკლედ მომიგო რა. და რა მაინტერესებს ახლა? რამდენი ხანია თამაშობ? აი ის როდის ვისწავლე? პირველი პოკერინგის დროს ვისწავლე. ანუ შენ ამპულაში რო ვიყავი, მე რო რაღაცას ყვილოდი, on გონში არ ვიყავი. აუ, ვინ მოიგო რაღაც ისროლებს დღემდე გადავებიან დღემდე. ანუ გონში არ ვიყავი და ნელა დამაავადეს ამ თამაშით ასე ვთქვათ, ხო? ნუ ახლა სპორტული თამაშია და აზარტი არის. კი, აზარტია ძალიან მაგარი თამაში. და როდის უნდა ვეუბნოთ გიორგი ყიფშის დაბრუნებას რევანშით? აი, როცა დამიზახებენ დიდი სიამოვნებით, აი ხა შემიძლია დავжди 10000 ფიშკა მომცენ, გავაგზავნე სიამოვნებით, უბრალოდ არ შეიძლება. ანუ აზარტული ხარ ძალიან. აუ ძალიან, ამ თამაშის აზარტული ვარ ძალიან. ლადო ბურდული, რომელიც ბოწოლის ტურებში არ არის, თავისი შრომით და ბრძოლით მოიპოვა. ამაგიდასთან ხო როგორც ფეხბურთში, ისევე აქაც თავისი ბრძოლით მოიპოვა. შესარჩევი ეტაპი გაიარა და მოხვდა დღეს ნახევარფინალში ლადო. ეხლა სპორტის სახეობა ესეც და ამდენად აზარტული არ ვარ ამას, მაგიტომ თამაშობ, რომ სპორტის სახეობაა. და იმ კარიერას რო ვამთავრებ, ამ კარიერაში მინდა ეხლა ამ სპორტის სახეობას მივუყვთავ. ფეხბურთში ვიცით რა არის საჭირო. თეზმოვზადებას, ისწრაფეებს, ხარტი აზროვნება. აქ რა თვისებები არის საჭირო მოსაგებად. ალბათ ყველაზე მთავარი იღბალი არის. აუცილებელია რა. და ეხლა კონკრეტულად რა მდგომარეობაში? კონკრეტულად მაგრად გავიცისკრი ამათ ენაზე რო ვთქვა რა. რაც ნუ არ არის მეგონი გასაკვირი, მაგრამ შენ გაქვს შანსი, იმიტომ რომ სალომე გავიდა 4-ში. კი, აუცილებლად. აუცილებლად. კარგი, თუ კაცრავად აღარ მოგაცნეთ, აპატიეთ. ცოტა ხანში დავუბრუნდებით. ლადო ბურდული, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთში ყოფილი წევრი. ოლინს არის ტუ-7-იანში, მას ბექამ უპასუხა 2-9-იანში. კარგი შანსი აქვს 2-9-იანს, კიდევ უფრო გაძლიერდა ბექას კარტი. გულის ტუზი აღარ აწყობს ლადოს, 4-იან გული ფლეშით დამთავრებს ბექა. ექს-ფეხბურთელი კი იძულებულია დატოვოს ტურნირი. ლაშა ხარაზეშვილის ქოლს ვადევნებთ თვალს, მას შემდეგ რაც დათო შევიდა 2-იანში, ოლინს. კარგი ვარიანტია ეს დათოსთვის, 1 ოვერი ყავს ხოლმე მოწინააღმდეგეს. დამატებითი 2-იანი აუტი ლაშასთვის. დამაგული, ეს კარგი კარტია დათოსთვის, ფლეშის შესაძლებლობა, 6-იან გული და დათო იგებს ამ დარიგებას. კიდევ ერთი მოთამაშე გამოეთიშა, ჩემთვის კვლავ სამწუხარო ფაქტი მოხდა, გიორგი ყიფშიძე, ეხლა ლადო ბურდული. ძალიან დასანანია ლადო და როგორ ამ განაპირობა ეხლა მითხარი თქვათ აი ეს კონკრეტულად შენი გამოთიშა თამაშით. ნუ არაფერ სპორტია, ხან წააგებ, ხან მოიგებ. ნუ ყველაზე მცირე ესე თქვათ სტეკი მქონდა და ველოდებოდი ისეთ კარტს, რომელსაც შეიძლება და დამეძახა შევსრულყავ მთლიანი ფული და ნუ გავრისკე ესე ვთქვათ, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ არ გამიმართლა. არა უშავს, კარგი არის, ძალიან მომეწონა პირველად ვიმონაწილავე დღეს აქ მონაწილეობა მივიღე და ვეცდები რომ შემდეგში თორე ფეულაში ვარ ხო ძე ბრძოლობ წყურია ისე არის. სატელევიზიო ვერსიებით ვინც არ იყო ჩაბმული, ალბათ ჩემი აზრით იმასაც დააინტერესებს, იმიტომ რომ ყველა მინდა იცოდეს, ვინც არ იცის, ვინც ახლა თამაშობს ამ თამაშს, იცის რომ ეს არ არის ესეთი კაზინოს სახეობის თამაში, ეს არის სპორტად მიიჩნიეს ეს სახეობა და ოლიმპიადაზე აპირებენ ამ სახეობის შეტანას და ეს არის ერთ-ერთი ისეთი კარგი თამაში, რომელიც შეიძლება უფრო მეტმა ხალხმა ითამაშოს რა. მადლობა მინდა ორგანიზატორებს მოუხადო, მართლა არ ველოდი ესეთი სიტუაცია თუ დამხდებოდა, უფრო ცოტა სხვანაირად წარმომედგინა, ნუ მაინც ახლა არ იყო საქართველოში ეს მიღებული, უკრაინაში ვთქვათ, მაგ ესეთ ტურნირში ნათამაშებიდან სოლიდური ტურნირი იყო ძალიან და არ მოველოდი მართლა რომ აქ თუ ესეთ დონეზე ორგანიზებული ჯგუფი დამხდებოდა და მინდა მათ მადლობა მოუხადო. და უკრაინაში აქები? უკრაინაში მოვიგე რო არ დაგიმალო რა.
მე ხარ დაგემართა ვერ გავიგე დღეს. ანუ ქართველები ხო იცი მაინც? უფრო მაგარ ნიჭიერი ხალხი ვართ, უფრო ჭკვიანები ვართ და ბევრი ქართველი ერთად. კარგი ლადო, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. დაბრუნება მალე რევანში და ასე შემდეგ. ლადო ბურდულის გამოეთიშა და ნახოთ როგორ გაგრძელდება თამაში. ძალიან საინტერესოდ მიდის ყველაფერი და ნახოთ ის ერთი ადამიანი ვინ იქნება, ვინც ფინალის აგზურს მოიპოვებს. ყველას აქვს შანსი ვინც არის მაგიდასთან დარჩენილი. ბექა მიშოს წინააღმდეგ 3 ცხრიანი ტრიპს იყავს მიშოს და წუდღეშია ბექა 2 ტუზით. თუმცა ოლინს მიშუა ტუს უნდა აერიდოს. ხოლმე მოდის ტუზი. მოკითხვა ბარი გრინშტეინს პოკერი დაუნდობელი თამაშია. ჩემი მარცხენა პირობა ცხრიანმა გაგვწირა. რივერმა უბრალოდ. რებაი რო იყო შევიდოდი 1-4 კიდე. ანუ დაბრუნებას ვეღებოდი. ეი თავის პირველი ტურნირი იყო რაც თვითონ მაშინ. გავვილი და მოვალ შემოშობაც. მაშასე გავილი და მოვალო, გვირდება, აზარტულია ეს ადამიანი და ნახოთ რა სიზავს. დავდოდოთ ჩვენ კი შედეგებს. ვინ გავა ჯერ 9-ში ვინ მოხვდება 9 საუკეთესო შორის და შემდეგ ფინალში ვინ ითამაშებს. ხოლმე ერთი ადგილი თამაშდება დღეს დიდი ფინალის. ოლინი ფლოპის მერე და კოლი 2 ტუზით დავითი, კაროლ შვიდიანში კი ალექსანდრე. 9-იან 5-იან კაროლი ფლოპზე. ჯერჯერობით კარგად გამოიყურება ტუზები, გაძლიერდა კაროლი, 7-იანის აუტი მოუკვდა, თუმცა ფლეში და მოდის კიდევაც 8-იან აგური 2 ტუზი დაბედვითდა. ოლინი და კოლი ტუზ დამა, ტუზ 5-იანის წინააღმდეგ კარგი შანსი აქვს სანდროს, თუმცა ალექსანდრემ 5-იანი იყიდა. 9-იან ჯვარი არც ერთ მოთამაშეს არ ყავს. 4-იანი და გადარჩა ალექსანდრე ამ დარიგებაში. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ კიდევ ერთხელ ლაშა ხარაზიშვილის შეუერთდა ჩემი მეგობრების რიცხვს, რომლებიც გამოეთიშენ დღევანდელ თამაშს და ნუ კი იბრძვის გმირულად. დაგვრჩა ერთი, რომელმაც უნდა გვასახელოს. ჩვენ დანარჩენი აუტსაიდერი მეგობრები აღმოჩნდით. რაღაცები ჩემი შეცდომები იყო და ალბათ მაგის გამოვარდი ძირითადად, მაგრამ ისე ბოლო პერიოდი რაღაცა კარტიც დიდად არ მოდიოდა, რომ მითამაშა. საქმიანობაში თავიდან მოდიოდა და ერთ მომენტში კარგი შანსიც ჰქონდა. პირველ შესვენებამდე ვიყავი კიდევაც შიპლიდერი, მაგრამ მერე წავიდა ყველაფერი. შესვენება არ მოგიხდა. შესვენება არ მომიხდა, ხო, და სხვებს მოუხდა. ესეა საერთოდ. და რამდენი ხანია პოკერს თამაშობ? აქტიურად ეს ბოლო 1 წელია და ისე ერთი ალბათ 3-4 წელია ზოგადად შეხება მაქვს, მაგრამ რაც ბუმი არის, ერთგვარი ჩვენთან ეს 1 წელი აქტიურად თამაშობ. და აი ორგანიზატორებზე რა სიტყვა? ზოგადად ამ ტურნირში მეორედ მონაწილეობ, ანუ პოკერ რინგი ერთშიც ვიყავი, მაშინაც ეს სტუმრის სტატუსით და იქიდან მოყოლებული მინდა აღნიშნო, რომ ეხლა კიდევ უფრო დახვეწილი არის, უფრო გაძლიერებულია და ზოგადად ძალიან კარგად ართმევენ თავს ორგანიზატორები, თვითონ ევროპა-ბეთის დამსახურებაა, რომ ესე კარგად აქვს დაწყობილი სისტემაც, თამაშის სტრუქტურაც და რაღაცა პიარიც კარგია და საპრიზო ფონდი მით უმეტეს ეხლა ამ ტურნირზე ძალიან სოლიდური, ვინც გავა, ძალიან კარგ ფულს მოიგებს და ეს ძალიან დიდი სტიმულია. იქნება ცუდი რა თქმა უნდა, თან ფინალი იქნება გრანდიოზული და კარგი საყურებელი. ლაშა წარმატება მინდა გისურვო. მე ვიცი რომ შენ აზარტული ადამიანი ხარ და კიდე შეეცდები რომ გამოვასწორო ეს სიტუაცია. აბა წარმატებები. ცოტნე 2-6-იანით ფიქრობს გურამის ოლინის დაქოლვას, დაქოლა დაბალი ფლოპი 2-იან 7-იან 3-იანი გაძლო 6-იანებმა და განაღდა 100%-ით. მას შემდეგ რაც სეტი მეოთხე კარტით იყიდა. გურამი კი გამოეთიშა ტურნირს. კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშა ჩვენს ნახევარფინალს. გურამ, მოდი დავიწყოთ იმით, რამდენი ხანია თამაშობ პოკერს? 3 წელია. დიახ. და შედეგები ვთქვათ? შედეგები ევროპა-ბეთზე თამაშობ, ძირითადად ტურნირებს. და ვფიქრობ, წარმატებით პლუსში ვარ, ასე ვთქვათ. თუ ხშირად ჩატარდება ეგეთ ტურნირები, რა თქმა უნდა, მონაწილეებიც უფრო ბევრი იქნება, უფრო პოპულარულიც გახდება და პრინციპში ოლიმპიურ სპორტად მიიღება ალბათ ცოტა ხანში და ჩვენ ნაკრების გვეყოლება შესაბამისი და რაღაც კიდე შეიძლება კიდევაც. კარგი, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ნუკი კოშკელიშვილი 2 დამით იდეალური შანსი აქვს რომ გაადაბლოს საკუთარი სტეკი, 2 ვალეტი დათოს.
ფლოპი 2-იან 8-იან 5-იანი პრინციპში მოთამაშეები ფლოპის შემდეგ all-ins შევიდოდნენ, 8-იანი გამეორდა, არაფერი არ იცვლება. და 5-იანი. გაიმარჯვა ნუკი. ბექა გიგის წინააღმდეგ 5-იან 9-იან ჯვარი ყავს ბექას. 10-იან დამაყვავი კი მის მოწინააღმდეგეს 5-იანი მოარტყა ბექამ ფლოპზე 3-იანით არაფერი იცვლება გიგისთვის, თუმცა ბოლოს დამა მოვიდა და ძლიერმა ხელმა პრიფლოპ მაინც გაიმარჯვა. უსკარულ ჯვარი ცოტნეს შევიდა კიდევაც all-ins და პაატა ფიქრობს სხვადასხვა ტუზათიანით გასწორებას. საკმაოდ ისეთი რთული ქოლია ამ შემთხვევაში. და მაინც დაქოლა პაატამ. დადო სასწორზე ცოტნეს ტურნირი. რა თქმა უნდა ცოტნე წინ არის 10-იანს უნდა ერიდოს მხოლოდ და მხოლოდ იგი. კაროლ ვალეთ 3-იანი დამა არის პაატას აუტი. პლუს 2 ჯვარია აღნიშნოთ. ძალიან კარგი შანსი რომ ცოტნემ გაიკეთოს დაბალაფი. 10-იანი და ცოტნე იგებს ამ კონკრეტულ დარიგებას. ესე ტურნირებში პოკერინგზე პირველადვე ლაიფი პრინციპში ვერ ვიტყვი რომ ძალიან გამოცდილი ვარ, შედარებით ნაკლებად, საინტერნეტზე ვთამაშობ ბევრს. კარგი თამაშია სხვათა შორის, იყვნენ აგრესიული მოთამაშეები, შედარებით პასიური, თუმცა დონე ამ ბოლო პერიოდში ძალიან აიწია. ნუკი კოშკელიშვილი როგორი სტილის მოთამაშე? ნუკის ვიტყოდი რომ ძალიან უმართლებს, თუმცა ითმენს და კარცაც ელოდება. დათო და გიგი ორივეს დიდი pocket pair-ი, king-ები დათოს, ვალეტები გიგის, რომელიც all-ins არის და ძალიან ცუდად გამოიყურება მისი შანსი. 7-იან 8-იან 6-იანი აგურშიც დომინირებდა დათო, თუმცა მოვიდა ვალეტი და 8-იანი. bad beat-ი. თუმცა ეს არის პოკერი. ტუზათიანის და ტუსკაროლის მორიგი დუელი ბროდვეი გახსნა ბექამ ფლოპზე. დათოს კი მხოლოდ და მხოლოდ 10-яნის იმედი უნდა კონდეს რომ გაიყოს ეს ფოთი. 3-იანი არაფერს ცვლის. კაროლი და ემშვიდობება დათო, რომელმაც წინა დარიგებაში კინგებით წააგო ჯეკებთან. თქვენ ბათუმიდან ჩამოვზანდით, ხო? რამდენად პოპულარულია აჭარაში პოკერი? საკმაოდ პოპულარულია, შესაბამისად მე ჩემს საახლობლოში, სამეგობროში თითქმის ყველა თამაშობს. ეს ანუ მიაჩნია როგორც სპორტად და არა როგორც თქვათ რაღაც აზარტული თამაშად და შესაბამისად საკმაოდ დიდია. მე ვთვლი რომ აჭარაში ევროპაბეთის კონკრეტულად მომხმარებელი და კონკრეტულად პოკერის მოყვარული. საკმაოდ ძლიერი მეტოქეები იყვნენ, თუმცა მე ვთვლი რომ მაინც იღბალმა მიღალატა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ანუ ორჯერ ისეთ კარჩი წავაგე, რომ ვთვლი რომ ანუ იღბალიც საჭირო რა თქმა უნდა, მაგრამ მეტოქეებს ანუ დიდ პატივს ვცემ და დიდ მადლობას ვეტყვი კარგი თამაშისათვის და წარმატებებს უსურვებ. ნუკი არის ძალიან სულ მდგომარეობაში, მას შემდეგ რაც ვალეთ დამით შევიდა all-ins, ცოტნე მუპასუხა მას კაროლებით. არაფერი საინტერესო ნუკისთვის, დაბალი ფლოპი 2-იან 5-იან 8-იანი, დამა, გაძლიერდა დამა ან ვალეტი. მეხუთე კარტი ვნახოთ. არა, ეს 8-იანია და ნუკი გამოვარდა ტურნირიდან. ყველაზე სევდიანი მომენტია ჩემთვის დღევანდელ თამაშში. ადრეც გამოხატე გულისკივილი ჩემი მეგობრების, კოლეგების მარცხის გამო, ეხლა კიდე ერთი ქალბატონი მშვენიერი, რომელიც ამშვენებდა დღევანდელ თამაშს და რომელმაც სხვათა შორის გუშინ გადახედა წესებს და დღეს თამაში დაწყებამდე 15 წუთით ადრე ისწავლა და ერთი ნაბიჯი დააკლდა 9 საუკეთესოს შორის მოსახვედრად. ხა. ეგრე გამოვიდა. თუ თამაში შეუშია. ეცი რა ძალიან საინტერესო თამაშია, უბრალოდ როდესაც თამაშობ ადამიანებთან, რომლებიც მთლიანად აღტაცებულები არიან ამ საქმით,
მე ვხვდები რომ მე იმდენად მე საერთოდ არ ვარ ასართული მივხვდი აი ვითამაშე იმისთვის რომ უბრალოდ რაღაცა ტვინი გამემოძრავებინა ჩემ თავი გამომეცა და არაჩვეულებრივად ხვდები რომ კიდე ერთხელ რომ მომეთმინა ალბათ მექნებოდა უფრო მეტი შანსი იმის იმიტომ რომ ნუ ჩემი სვლა უკვე მთავრდებოდა და ნუ გასული ვიყავი ხო იცი ისე ჩუმად მიჩუმებული გასული ძალიან დავიღალე და მინდოდა რომ უკვე ის ადამიანები რომლებიც მართლა თამაშობენ და მოსწონთ და ითვალები აქვთ ანთებული შავი სათვალის და მიუხედავად ესენი გასულიყვნენ. მე მინდა გითხრა რომ ეშინოდათ მათ შენი თავიდან. არა ძალიან ყველა ეშინოდათ. მე ვარ გიგი მეულუფიშვილი, თამაშობ ზიგით, პოკერი იმიტომ არის ძალიან ძლიერი თამაში, რომ გჭირდება იქ აბსოლუტურად ყველანაირი თვისებები. მე ვარ გურამ ტაშიანი, 5 წელია ვთამაშობ, ბარსაკუროთ ვთამაშობ. ლაივში თამაში ბევრად უკეთესია, როცა ადამიანები წინ გიზის და თვალებში უყურებდა. ხოლმე ცნობ ბლეფაობს თუ არ ბლეფაობს. შენ ბლეფს აანახებ იმ ადამიანს და ის ადამიანი ბოლომდე გადაგიხდის თავის ყველაფერს შემოგწირავს შენ. ეს არის მე მგონი პოკერის თეორია. მე ცოტნე ვარ მაჭავარიანი, ვთამაშობ ტოტოშა 90-ით, სადღაც 5 წელია უკვე სფეროში ვარ. შედარებით სუსტი მოთამაშეები იდნენ და რა თქმა უნდა შეძლებს დაგვარად გამოვიყენე. მადლობა ნუგის. ბექა ჟოჟოლიანი, ხვლიკი 1999. ვარდებოდ თამაშთან, მაგრამ დავრჩი. ჩიპ ლიდერი ვარ. აგრესიული ვქნები ამჯერად და რომ მე ჩიპებსაც მოვაგროვებ. პატა ხმალაც. ნიკი ზემლიატრისენი. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ბიზნესთან ასოცირდება და ბიზნეს, აი როგორც ბიზნესი ისე უყურებს პოკერს. როცა ჟდები საერთოდ პოკერის მაგიდასთან უნდა კონდეს სტრატეგიების არსენალი და ყოველთვის უნდა ცვალო დროის შესაბამისად რა თქმა უნდა. მან წააგებ, ან ორი მხარე აქვს ზუსტად. მესამე არ არსებობს აქ და ამას თუ ადვილად ვერ ეგუებინ, ჩემისას თან უნდა ითამაშო რა. პაპუნა აფციაური თამაშობ ბლაფერ. იშვიათად ბლეფავ და ნიკშიც ვიტყუებ. ირაკლი კურკაციშვილი. იკანო 83. პოკერი არის ჩემთვის გართობა. არა მაქვს იმდენი ფიშკა რომ მე ვიბლეფო. შეიძლება ჩემი ბლეფი ოლინი გამოვიდეს. ქართულ მოთამაშეებთან ბლეფი უფრო არ აჭრის, იმიტომ რომ ბევრს გამოწმებენ, გიქოლავენ. ძალიან მომწონს თუ ადამიანი ბლეფობს და ეს კარგად გამოსდის, ეს მე ვიქნები თუ სხვა. ვაუ, ჩემთვის ძალიან მოსაწონია. ფაქტიურად არაფრით, ანუ უკარტოთ ისე ძლიერი ხელის гარეშე წარმატებას აღწევს, ხო და რატომაც არა, ратом არ უნდა მოგწონდეს. Александр Ломадзе, 24 года. Ник Валио. Покер играю 2 года. Я очень пассивный игрок. А мне так лучше, чтобы первый кто-нибудь начал, а я уже буду под него подстраиваться. Александр Пирცხალავა, Sando 11. ვანიჭებ უპირატესობას ლაივ თამაშს კამერების გარეშე. სრულწმენა მაქვს თუ თამაშობ და ზარი შემოდის, იმ ხელს უოჭველი ვარ. მოგებისთვის საჭიროა თამაშის ცოდნაც და აუცილებლად იყვნენ. არის დაუშვათ ჰანინგტონის M ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ითვლის შენს მოქმედების არეალს, შემდეგ უკვე არგებ სტრატეგიებს. ადაპტაცია უნდა გაიარო მაგიტას და შენ უნდა გამოიცნო რა სტილია, კარგი. ამას თუ იცნობ, ალბათ ძალიან ძლიერი ხარ. ვისაც ვთვლი რომ ძლიერია, იმასთან უფრო სხვანაირად ვითამაშებ. Азен გავრისკო და რაღაცები უნდა გავაკეთო, თორე სხვა გზა არ არის მართლა. В покере без блефа никуда. Все игроки очень достойные на финальном столе. Всем желаю удачи. ჯერჯერობით ვითამაშებ უშუალოდ. ესე თამაში რომ შეცდომაზე მე გადაიხადო, გადავიხადე. ფიშკები. გადაულოც. დასრულს უახლოვდება პოკერინგის მეორე სეზონის მესამე ნახევარფინალი, გაერკვა ის 9 მოთამაშე, რომლებიც იბრძოლებენ ერთი ფინალური საგზურისათვის. შეგახსენებთ, რომ უპრეცედენტო საპრიზო ფონდია მიმდინარე თამაში, რიგით მეორე სეზონზე 170,000 ლარი. ნახოთ თუ რომელი მოთამაშე გაიმარჯვებს, თუ 9-ე შანსი მეტნაკლებად თანაბარია, ღირსეულად გავიდნენ ისინი ნახევარფინალში. ნახოთ რომელ მათგანს გამომართლებს. მაშასე დავიწყოთ ფინალური თამაში. მაშასე ფინალური მაგი და 9 უძლიერესი 27 მოთამაშედან ბლაინდები 1500, 3000. დღეს კომენტარს თქვენთვის გიორგი ბაქანიძე აკეთებს. როგორც შეატყვეთ, ბატონი არჩილი არ იმყოფება ჩემს გვერდით, რადგან მას ძალიან საპატიო მიზეზი აქვს კერძოდ. იგი იმყოფება ქალაქ კიევში, სადაც პოკერსტარი ატარებს Russian Poker Tours სეზონი მეორე და ბატონი არჩილი ამ პრინციპულ ტურნირზე მონაწილეობს. 13-დან 20 მაისამდე იმართება აღნიშნული ტურნირი უკრაინის დედაქალაქში. ტუზვალეტი, რომელიც დაიფოლდა, რადგან პოზიცია საკმაოდ ადრეული ქონდა გურამის,
ცოტნეს თუ 7-იანი. გულის და ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ტოტოშა 90-ით არის ცნობილი ონლაინ სივრცეში, ამზადებს კიდევაც რეისს. 7300 ქსიან 8-იანი ნაკლებად უპასუხებს, ასეც ხდება ფოლდი. კიდევ ერთი ფოლდი, დამარვიანიც აქ არ გამოიყურება, მაინც და მაინც საინტერესოდ. კარლ 7-იან ყლავები, ასევე ფოლდი. პაატა ხმალაძეს კი King Queen-ი, ეგრეთ წოდებული მარიაჟი, დიდ ბლაინდში. და გამომდინარე მისი chipstack-ის CDD-სგან არ გამოურიცხოთ, რომ იგი all-in შევიდეს, ასეც იქცევა, რაც აბსოლუტურად სწორი თამაშია. დასამატებელი ხედავთ, რომ არის 12300. პაატა აგრეთვე გეცოდინებათ, რომ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბილიარდის მოთამაშე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც პოკერშიც კარგად ასრულებს, როგორც ჩანს, რადგან ფინალურ მაგიდასთან მოხვედრა იოლი ნამდვილად არ არის. კოლი ამასობაში ცოტნე შესრულებით უკან არის პაატა. ჭირდება მას გაძლიერება. სხვა ვარიანტში იგი დატოვებს მე-9 ადგილზე დღევანდელ ტურნირს. ფლოპი გაიხსნა და ჯერჯერობით საიმედო არაფერი არ არის პაატასთვის. 6-იან, 5-იან, 9-იანი, ორი ჯვარი დევს. 4 ჯვრის იმედად შეიძლება იყოს. თუმცა მოდის კაროლი ეს რადიკალურად ცვლის ვითარებას, უკვე ცოტნე უნდა გაძლიერდეს ტუზიდან 8-იანით, ასე არ ხდება კაროლი და 40700 ჩიპს იგებს პაატა. ადრეულ ეტაპზე გაიკეთა მან დაბალაფი. ძალიან ბევრ დროს უთმობ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მიყვარს ეს თამაში და მომწონს. ეს იქნება ონლაინ თუ იქნება ოფლაინ, ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭებს პოკერის თამაში. მომდევნო დარიგებას, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, ბლაინდი გაიზარდა 1700, 3400. თამაშვიდიანი პასი გურამის შესრულებით. ცოტნეს 7-იან 2-იანი ფოლდი. ვალეტი და 10-იანი ერთ ფერში. პაპუნა, ბლეფერის ნიკით არის იგი ცნობილი. რეის აკეთებს. ეს კოლია. 4600, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ 4600-ის გაკეთება ამ სტადიაზე არ შეიძლება და ეს უნდა ჩაითვალოს იდეაში კოლად. ასეც ხდება, ანუ კოლი ჩაეთვალა. all-in. და მიიღო კიდევაც all-in-ი ალექსანდრესგან, რომელსაც კაროლი და ვალეტი უჭირავს. ძალიან ცოტაა პრინციპში დასამატებელი. პაპუნას მხრიდან. იდეაში თუ რეისს აკეთებდა ყველა ვარიანტში ფარავდა მოწინააღმდეგეს და დაქოლა კიდევაც ძალიან კარგი შანსი აქვს ალექსანდრეს, რომ დაადაბლოს საკუთარი სტეკი 10-იანს და ჯვრებს უნდა აერიდოს იგი. რა თქმა უნდა, თუ სასტრიტე კარტებიც არ წამოვა, ნახოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ყველაფერს კარტები გვიჩვენებენ, მოდის 6-იან, 2-იან, 3-იანი, არანაირი გაძლიერება პაპუნასთვის. ალექსანდრეს გაძლიერება არ ჭირდება, აი ეს უკვე ოდნავ სანერვიულოა. ექსტრა ჯვრის აუტი. ერთი კარტია მხოლოდ მოსასვლელი. 17800 მაგიდის ცენტრში და რივერი. ეს არის კაროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ალექსანდრე იკეთებს დაბალ აპს. თუმცა ჯერ კიდევ მას ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ გაზარდოს საკუთარი სტეკი.
პოკერი არის ჩემთვის ცხოვრების ნაწილი, პროფესია. რა დონეზე ცხოვრებაში მიმართლებს, იმ დონეზე მიმართლებს პოკერის თამაშიც, მაგრამ გამართლება მჭირდება და გამართლებაზე ვიყო დამოკიდებული, არც ცხოვრებაში ვარ გამართლებაზე დამოკიდებული და არც პოკერში. მაგრამ კარგია თუ გიმართლებს, იმიტომ რომ ეს შენ სიძლიერეზე არის უკვე. ხოლო ძლიერებს უმართლებს. ალბათ უფრო კარგი სანახაობრივი თამაში იქნება მე და ტოტოშა რო ვიყოთ ჰედზაპში. მაგრამ ნუ ეს ჰედზაფამდე ძალიან შორი გზა არის, 9 კაციანი მაგიდაა და რაღაცა როგორ იქნება, არ ვიცი, თან ძალიან პატარა სტეკი მაქვს. თუ გავძვერი, რაღაც ერთი გაორმაგება მინდა და მე ძალიან საშიში გავხდება. ბლაინდები გაიზარდა 2-4, 2K, 4K შესაბამისად. 9 მოთამაშე ჯერჯერობით არც ერთი კამერა ხო ხედავს თქვენ თუ ვერ ხედავთ. პლეიერი არ ტოვებს მაგიდას, არც ერთს არ სურს, დარწმუნებული ვარ, ყველას მიზნად აქვს მეინ ივენთზე მოხვედრა. ნახოთ ვის გაუმართლებს და ვინ ითამაშებს ყველაზე კარგ პოკერს, რაც მთავარია ერთ-ერთი. ორი რვიანი თამაშობაში გიგი. იგივე ზიგიგი. მისი ნიკნეიმი ასე არის. გურამს უჭირს. 9-10-იან გულის დაფოლვა, თუმცა არ ამგონია ახლა რომ all-in-ს უპასუხოს. აი ცოტნეს კი ერიმება ირონიულად, რადგან მაინც და მაინც თავს კომფორტულად არ გძნობს. აღნიშნოთ რომ გიგი ძალიან ადრეული პოზიციიდან შემოვიდა all-in-ს და თუმცა რა თქმა უნდა არათუ დაამატა გაზარდა, რაც სწორი თამაშია, არ უნდა რომ დაპატიჟოს 2 ოვერი ან რომელიმე სხვა სუთით კონექტორი ამ რირეიზით საერთოდ გათიშა მაგიდა. ხედავთ კაროლ ცხრიანი დაიპასა. იგივე აქ მარიაჟი რო იყოს, უნდა დაიფოლდოს მოთამაშის მხრიდან, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. 15,000 უნდა calls. არა, დარჩნენ. ერთი ერთზე და ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ვალეტებს. როები პატარა. შენს როები? განიხილეს მოთამაშეებმა ერთმანეთში ეს კონკრეტული დარიგება და ხედავთ ვალეტები ძალიან წინ არიან. მცირე სასწაულის მოლოდინში არის გიგი. ნახოთ შეძლებს თუ არა და დაიჭერს რვიანს. რვიანის ნაცვლად მოდის ვალეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ფანტასტიკის სფეროდან არის ეს დარიგება რვიანებისთვის 9-იანი და 10-იანი უნდა მოვიდეს. მხოლოდ და მხოლოდ არა, არის კაროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დარიგება დასრულებულია, 27,000 მოიგო ცოტნემ. თქვენ წარმოიდგინეთ, მოვიდა 8-იანი, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად აღარ ქონდა. მე-9 ადგილზე გავარდა გიგი და მიიღო 500 ლარი ევროპა ბეთისგან. ნახევარფინალს პირველი მოთამაშე გამოეთიშა. საკმაოდ გამოცვილი და კარგი მოთამაშე ნამდვილად. გიგი მე მაგალითად უკვე მეორედ მაქვს შენთან ურთიერთობა გული მწყდება ნამდვილად. და რა ხდება? შენ მეხუთე და რა ხდება? არ ვიცი, ნუ რა ხდება ყველანაირი სტილით მოვსცადე. დღეს ძალიან არ მიმართლა. საერთოდ კარტი არ მომსვლია. ერთხელ ძალიან სასწაულად გამიმართლა. უკან ვიყავი კილომეტრით, მაგრამ წინ დავრჩი, ერთი ეგ იყო რომ გამიმართლა და დანარჩენი კარტი არ მყავდა, ბოლოს 2 რვიანი მომივიდა და უკვე ძალიან ცოტა მქონდა სტეკის უკვე მნიშვნელობა არ იყო, ბლაინდ ნახევარი თუ რაღაც 2 ბლაინდამდე. გამოვოლინე და ტოტოშას 2 ვალეტი მქონდა და მოკლედ ასე წავაგე, გამოვარდი. ანუ დღევანდელი დღეს შენი არ იყო, საღამო მოკლედ ეს. არა, ნუ აი დღეს ვიცად ველოდე ბოლომდე კარტს რაღაცა არ გამიკეთებია არანაირი ზედმეტი ეს მუვები და რაღაც ნუ მოკლედ, მაგრამ არ გამიმართლა მაინც ასე და ნუ რაღაცა ეხა კიდე შემდეგში რომ მოვალ ხო მე ვეცდები უკვე რომ ცოტა კიდე რაღაცა შევცვალო, რაღაცა შედეგი იქნება ვაჩვენო და შარშან თუ 3-ჯერ ვიყავი, იქნებ წელს 4-ჯერ მოვიდე. კარგი და რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მე ხა 9-ში მოხვედრა შენთვის დიდი წარმატება მაინც არ არის, უფრო წინ უნდა წასულიყავი, ალბათ ეს გეგმაში გექნებოდა, მაგრამ ევროპა ბეთისგან საჩუქრად 500 ლარი.
რომელსაც ჩვენ ვიცით როგორც გამოიყენებ, უნდა დაბრუნდე მალე რევანშით. აბა წარმატებები. გაგიკეთეს. რვა მოთამაშეა დარჩენილი. თითოეულ ნაბიჯზე, რა თქმა უნდა, იმატებს საპრიზო ფონდი, მაგრამ ყველას თვალი უჭირავს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. Main event-ზე გასასვლელად ამისთვის მოთამაშე უნდა ადგეს მარტო მაგიდიდან. ამას ცდილობენ ზუსტად დარჩენილი 8 მოთამაშე. ირაკლი შედის all-ins 2 ცხრიანში. ჯერჯერობით მოთამაშეები არაპირებენ გასწორებას და 2 დამა გურამისთვის შესანიშნავი ვარიანტი პატარა ბლაინდში 9-იანი ყავს. ცოტნეს ძაბავს ოდნავ მოთამაშეებს, რადგან ხედავთ ეს მე ამეტყობა. გურამიც all-ins არის უკვე შესული. არა კაცი ვარდება და პას. არა კაცი ვარდება რა თქმა უნდა. ხო თუზე. აქტიური მოთამაშეა როგორც ხედავთ ახალგაზრდა ცოტნე. თქვენი კარტი. ცუდღეშია. ნამდვილად ირაკლი. თუმცა რას იზამთ, ეს არის პოკერი, ძალიან ხშირად არის ესეთი დარიგებები. გაუძლებს თუ არა 2 დამა, flops, turns და reverse. არა, გაუძლებს. ხმამაღალი ნათქვამია, მოიგო უკვე ფაქტობრივად 2 ცხრიანი უნდა. და რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი დასრულებულია, ძალიან მარტივად გურამიმ გამოაგდო. მერვე ადგილზე ირაკლი იკა 0.83 გახლავთ ირაკლის ნიკი 600 ლარი მის ანგარიშზე ევროპა ბეტისგან. მე ჩემთავს ავთვლი იღბლიანად უბრალოდ თამაშის ხარჯზე მოვედი საფინალო მაგიდამდე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სტეკი მაქვს, ჩემი თავისი მეტი მაქვს, იმიტომ რომ 2000 მგან დარჩენილი და რომ ავიწიე, უფრო სტიმული მომეცა მოგებისთვის. კიდევ ერთი საინტერესო დარიგება. All in. King Jack-ი ალექსანდრეს, რომელიც იძულებულია შევიდეს all-ins, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მცირე სტეკი შერჩა. Fold. სანდრო 11. ძალიან მცირეა დასამატებელი სანდროს all-ins-ზე, ქენა გამომდინარე, აქ თითქმის ყველა ხელი პასუხობს. ხება მე არ მაქვს. შეჯერობით fold-ები და დიდი ბლაინდიდან Call. იძულებულია დაქოლოს 7-იან 4-იან სხვადასხვაში. აქვს უპირატესობა კაროლ ვალეტს, თუმცა 2 ცოცხალი კარტი ყავს მოწინააღმდეგეს ბეკას. ხული კი 1999 მისი იუზერი და ნიკნეიმი აი ამ მოთამაშესი ონლაინში. კლუბზე მოდის 7-იანი, რაც ცუდი ამბავია ალექსანდრესთვის. მას სჭირდება ეხა უკვე გაძლიერება, თუ მანამდე მოწინააღმდეგეს უნდა დაეჭირა კარტი, ვალეტიან კაროლი მისი აუტი, 6-იანი არაფერს არ ცვლის. 3 კინგი, 3 ჯეკი. 11800 არ არის დიდი ფოთი ნამდვილად ამ ბლაინდისთვის. პირველი 3-იანი სტრიტი დაასრულა. მოწინააღმდეგემ, თუმცა ამას მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა. მე-7 ადგილი და შესაბამისად 700 ლარი. ჩემი აზრით, რავი, ძალიან პოპულარული და აზარტული და კაი თამაშია რა. ჩემი აზრით, რავი, ცხოვრების ბოლომდე ვაპირებ ალბათ პოკერის თამაშს და რავი, ჯერ გართობაა რა, კაი თამაშია. მომდევნო დარიგება. კიდევ გაიზარდა ბლაინდები 2.5, 6 მოთამაშეა დარჩენილი. ცოტნეს კვლავ სიუთი დეისი ამჯერად ჯურებში. მე რამოდენიმეჯერ აღნიშნე რომ საკმაოდ აქტიური მოთამაშეა და რეის ამზადებს იგი.
ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. შედის 12500. 12 ნახევარ кейს თქვენის ნებართვით მოდი ესე ვიტყვი. ვინც გაფოლდა? ჯერჯერობით არ ჩანს პოტენციური მეტოქე. ხედავთ გამოსულ კარტებს, იოლი ფოლდი. გვიან ხუთიანზე საუბარი ზედმეტია, როდესაც ამ ხელა ბლაინდებია. ფოლდ. და ალექსანდრეზეა ჯერი, რომელიც სავარაუდოდ კიდევ ერთ ოლს გააკეთებს, 10000 უნდა ქოლს. All-in. 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 აბსოლუტურად სწორი თამაში პატარა ბლაინდიდან კარლ ცხრიანი გურამის. და არ მინდა ქოლი ვარ ხარ არის იმდენი არა ტყობარობები. ქოლ. ქოლ. და კიდევ ერთი შესაძლებლობა რომ გააგდოს ცოტნე მოთამაშე, მაგრამ ასე არ ხდება, რადგან დამა მოდის ფლოპზე. შეიცვალა იმ წამსვე პროცენტულობა, გაძლიერება. უნდა ცოტნეს და გააძლიერა ჯვარმა მისი კარტი, ჯვარიან ტუზი. 4-იან ჯვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელთიგდო უპირატესობა მეორედ. ცოტნემ გამოაგდო მოწინააღმდეგე და დაახლოებით 50000, უფრო ზუსტად 58800 ფოთი გაიტანა და გააძლიერა ძალიან საკუთარი სტეკი. На флопе был впереди, но раннер, мой соперник сделал флеш. Это мой первый турнир такого типа. Спасибо Европабет за такое мероприятие. Впечатляет. კიდევ ერთი დარიგება, კვლავ 2 ნახევარი. 5 ბლაინდები. ფოლდი, პაატას შესრულებით, გურამიც ფოლდავს. ტუსამიანი ცოტნეს. კიდევ ერთხელ სიუთი დეისი, ანალოგიური რეიზი, 12 ნახევარი. 12500. პაპუნა რუიან 7-იანში პას. ჯერი ბექაზეა, ვალეტ 10-იანი. დიდი ბლაინდიდან აგრესიული თამაში შედის all-ins. All-in. და საკმაოდ დიდია მისი სტეკი. არ ამგონია რომ აქ გაასწოროს ტუსამიანმა. თქვენ თვითონ დაფიქრდით ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი იმის იმედი უნდა გქონდეს რომ რაც ყავს ახლა ბეკას ის ყავდეს მოწინააღმდეგეს პასია ცოტნე შესრულებით. სწორი თამაში, თუმცა აგრესიული თამაში იმსახურებს შიპებს. ბრავო. აჰა. ორგან არის ჩემი ფიშკები, აქეთ, იქეთ, შენთან არის. გაყოფილია ბეკა საკუთარი აგრესიული თამაშით. ანუ უფრო მეტ კარტში, უფრო სუსტ კარტში შევალ და ვიცი რომ მოთამაშე უფრო შემდეგ ადგილში უნდა გასვლა და უფრო მეტი ფულის მოგება უნდა, უფრო ხალხად ითამაშებს, მე უფრო აგრესიული ვქნები ამჯერად და უფრო მეტ ჩიპებსაც მოვაგროვებ. დარიგება 28. 2 ნახევარი 5 კვლავ ბლაინდი. Fold. დარჩენილი 6 მოთამაშე ტუზდამა. თითქმის ყველა ჰენდში ჩვენ ხედავთ ცოტნეს. ურიგდება კიდევაც კარტი. ნაკლებად ძლიერი კარტითაც ცდილობს შეაწუხოს და შეუტიოს მოწინააღმდეგეებს. ტუზდამით აუცილებლად შევა ფოთში 11500, 1000 დააკლო საკუთარ რეიზის სტილს. 11500. პაპუნა ფოლდია. Fold. და ბეკას 2 კაროლი, 2 წითელი კაროლი. აი ხა ჩაფიქრდა თუ
რას უნდა გააკეთოს, როგორ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი მეტოქისგან და კვლავ all-in შედის. იმის იმედად, რომ ამ შემთხვევაში ცოტნეს უკეთესი კარტი ეყოლება, ყავს გაცილებით უკეთესი, ვიდრე ტუსამიანი იყო, აქ პაატაზია ჯერჯერი, რომელიც fold-ავს და საგონებელშია ცოტნე. თულია ტუსდამის გადაგდება, უთუმეტეს მოწინააღმდეგემ ესეთი თამაშის სტილი უკვე გამოიყენა, გადავლას უწოდებენ ამას, სადა ვალეტათიანში დააყრევინა, აქ გაცილებით სხვა სიტუაციაა, რადგან ტუსდამა უჭირავს მას. უჭირს გადაწყვეტილების მიღება და აკეთებს პასს, რაც სწორი თამაშია. ოჩახ ეყო გამძლეობა და გააკეთა პასი. რას მიკეთებენ? შესანიშნავი ფოლდი ცოტნეს შესრულებით. მე სპორტსმენი ვარ, ბილიარდს ვამაშობ, პირამიდეს სახეობა ეს. საკმაოდ ნორმალურ დონეზე. ზოგადად ესე მსგავსი მომენტები ძალიან დიდი აქვს. ну რაც შეეხება მაგალითად მოთმინებას ეს პირველ რიგში ძალიან მსგავსია, როგორც ბილიარდში, ისევე პოკერში. არ უნდა შეხვიდენ ამეტანი აზარტში არც ერთ თამაში. ну აზარტში თავისთავად შედიხარ, ну ისე რაღაცის და გამოაჩქარებული ნავიჯი არ უნდა გადადგა, როგორც პოკერში, ისევე ბილიარდში. ძალიან ცუდი განვითარებები მოყვება ზოგადად. გავს ამით. შეიძლება რაღაცა ბევრი რაღაცით მივამსგავსოთ, მაგრამ ერთი როგორც ესეთი კაფიოთ, ეს არის ჩემთვის. ძალიან დიდი მოთმინება ჭირდება ბილიარდს და ძალიან დიდი მოთმინება ჭირდება პოკერს. ხუთი მოთამაშე ფინალურ მაგიდასთან. ტუს დამა პაპუნასთვის საფიქრელი აქ არ არის ბევრი, ასეც იქცევა იგი. ბლეფერი შედის all-ins. თუმცა ყავს ამ შემთხვევაში ხელი. ტუს დამა. ატა ფიქრობს 9-7-იანში, მანამდე დავინახეთ, რომ 1-9-7-იანი გამოსულია უკვე, რა თქმა უნდა, ფოლდია. ცოტნეს 10-8-იან აგური. გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ბევრი დასამატებელი და პლუს ის რომ აქვს ცოტნეს საკმაოდ სოლიდური ჩიპსტეკი, შეუძლია მას უფლება მისცეს საკუთარ თავს ქოლისა, ასეც იქცევა და გარისკოს, რომ ერთი მოთამაშე გააგდოს. არ არის ძალიან წინ, მაინც და მაინც პაპუნა. თუმცა ტუზიან დამა თუ მოვიდა ფლოპზე, ფაქტობრივად გარანტირებული აქვს მას დაბალაფი. ნახოთ, ფლოპის მოლოდინშია მთელი მაგიდა. აღნიშნოთ, რომ პაპუნას დამა აგურიც უჭირავს. ესეც ექსტრა აუტია მისთვის, იმ შემთხვევაში თუ აგურები წამოვა. ფლოპზე მოვიდა 2-იან, 5-იან, 3-იანი, ორი ჯვარი შესანიშნავი ფლოპი გახლავთ ეს პაპუნასთვის, მაპატიეთ ერთი ყვავია, თუმცა მაინც წინვალე ფლოპია, 8-იანი. ითხოვდა ცოტნე 8-იანს და მოვიდა 4-იანი დამა ან ტუზი. 6-იანი და პაპუნა ემშვიდობება მე-6 ადგილზე. ფინალურ მაგიდას 800 ლარი მის ანგარიშზე. ცოტნემ კი კვლავ გაზარდა საკუთარი ჩიპსტეკი. ავიღო? ой, რა პარაშუტისტი ვარ, რა პარაშუტისტი. ძირითადად ადამიანების საკითხვა აქ უფრო ხერხდება აი პოკერში. შეიძლება მარტივად მოატყო მოთამაშე, მარტივად წაიკითხო, ნუ ონლაინ პოკერში სხვანაირად ხდება. იმდენად არ გაქვს მოქმედების არეალი გახსნილი, რომ ნაუშვათ რაღაცა გამოიჩინოთ. 4 მოთამაშეა დარჩენილი. მე-4 ადგილოსანი მიიღებს 1000 ლარს ევროპა ბეთისგან. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ყველა სურს მეინ ივენტზე გასვლა. შედის all-ins პატარა ბლაინდიდან ძალიან ცუდ ხელში, მაგრამ აწუხებს მეტოქეს, როგორც ხედავთ, პაატა.
კარგი თამაშია, რუიან სამიანით დახვდა დილ ბლაინდში. გურამი იძულებულია ფოლდი გააკეთოს, მოიპარა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ბლაინდი პაატამ. ნუ უიღბლო არ ვარ, იმიტომ რომ მე ხა მაგალითად მარტო პოკერს არ უკავშირებ რა, ხა ჩემი ღბლიანობას რა. არის ჩემთვის რაღაცა ცხოვრებისეული რაღაც ღირებულებები, რაც ადამიანისთვის, რაღაც ნორმალური ადამიანისთვის, სხვა ღირებულებები არა, მარტო ისო კარჩი იყო იღბლიანი და ჩემის აზრით იღბლიანი იყო. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბატონი არჩილი იმყოფება კიევში, სადაც პოკერსტარის მიერ ორგანიზებულ ტურნირში იღებს მონაწილეობას, წარმატება უსურვოთ ბატონ არჩილს. Foldi. Karol Oriyani. Bekas. Fold. Uzdamaki პაატას. პატარა ბლაინდიდან კვლავ შეტევას აკეთებს. მეტოქეზე იმწამსვე ქოლავს Ace King-ში. გურამი და შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, რომ დაადაბლოს საკუთარი სტეკი. აქ ყველაფერი ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო. ორივე მოთამაშე ძლიერი კარტი დაურიგდა, ძალიან დიდია ბლაინდი. იძულებულნი არიან შევიდნენ all-ins. ჩვენიერი შანსი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. გურამისთვის დაბალი ფლოპი. ერთი გულია. 78600 მაგიდის ცენტრში. გაამეორა 10-იანმა, არაფერი არ იცვლება, გულის აუტიც აღარა აქვს პაატას, დამა და დამა მხოლოდ. ყურადღებით მეხუთე კარტი. დამა აგური, თქვენ წარმოიდგინეთ. ცირე სასწაული უხდის ბოდიშს. მეტოქეს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, აქ იყო სტანდარტული თამაში. მესამე ადგილზე გავარდა გურამი, 1000 ლარი მას. ტურნირში უნდა გაგიმართოს, მე ესე მგონია. აცამდე ხა კარგად ითამაშდა, უშეცდომოდ შეიძლება ვერ მოიგო ტურნირი. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ თქვა ცუდი მოთამაშე ხარ, იმიტომ რომ ტურნირი ვერ მოიგე. ნუ არ ვიცი, მე ესე არ მესმის. თან აი ბევრ ხალხში ხა გავალ და მოვიგებ, ეს სხვა არა, ჭიდაობა წააქციო ყველა. სამი მონაწილე დარჩა რინგზე. ისინი იბრძოლებენ ფინალის ერთი საგზურისათვის. კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშა შათამაშს მოთამაშე. ბარსაგურო. ბოლოს კარგად მივდიოდი, კარგად ვთამაშობდი, რა ვიცი. მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, უბრალოდ არ გამიმართა. ძლიერი მოთამაშეები არიან, ძალიან სამივე არის აგრესიული მოთამაშე. ტაიტური არც ერთი არა. იმ პაატას გარდა, პაატა ქვია ალბათ არ ვიცი. რა ვიცი, ალბათ ხული კი მოიგებს ჩემი აზრით. დარჩა სამი მოთამაშე, ნელ-ნელა იმატებს დაძაბულობა, კულმინაციას უახლოვდება დღევანდელი გათამაშება. 10-იან რუიანი პატარა ბლაინდში, ბეკას. ბეკა ცოტნე და პაატა ფინალურ მაგიდასთან. შეუძლია შეტევაც, თუმცა ქოლის ტაქტიკა აირჩია. პაატას კინგ 4-იანი. ასევე გული, თუ გულები წამოვიდა კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ იქნება ბეკა. არა, გულები არ წამოვიდა, მაგრამ ორი უმაღლესი წყვილი იყიდა ფლოპზე. აგრძელებს დადებას 7000, იმედი აქვს, რომ ეს ფლოპი პაატასაც მოხვდა. თუმცა როგორც ჩვენ ვხედავთ, არანაირი გაძლიერება პაატას. ძალიან ადვილი ფოლდი მისი შეცრულებით. ბლეფი და ხო აგრესია ერთ-ერთი საწინდარია მოგების ამ თამაშში.
აუცილებელი ატრიბუტია და ყველას უნდა კონდეს არსენალში ბლეფი. სამი 6 ბლაინდი. ვალეტი და რუიანი ბექას ფიქრობს მოპარვას როგორც ჩანს ასეც იქცევა დილერია ამ მომენტში თუმცა პაატას 2-10-იანი ყავს პატარა ბლაინში და იმ წამსვე ოლინს შედის ითხოვს ტუზებს ცოტნე შვიდიან დამა ტუზების ნაცვლად მაკი და იძულებულია ბეკაც რომ ფოლდი გააკეთოს რუიან ვალეტში ნამდვილად ვერ გაასწორებდა იგი 2-10-იანი ძალიან ძლიერი ხელია სამკატში აღუნიშნოთ ერთად პოკერში ერთი არა heads-ups თუ კარგად თამაშობ პოკერს მთლიანად კარგად მაგრამ არ დავმოვავდა ვიტყვი რომ heads-up-ის თამაში შედარებით უფრო მიჭირს მაგრამ მე არ ვთვლი რომ დღეს აქ ჩემზე უკეთესი თამაშობს ვინმე შეიძლება ჩემნაირად თამაშობდეს ვინმე მაგრამ ჩემზე უკეთესი რო არის აქ უნდა მაგას არ ვთვლი და ნუ შესაბამისად მგონია რომ არ გამიჭირდება თუ მოვხვდი heads-up-ში ვინმესთან კვლავ სამი მოთამაშე, მაგრამ ბლაინდები გაგვეზარდა 4-8. კაროლს 6-7-იანი ცოტნეს და ოლინსაც შედის. აღარ ყავდა მას დიდი სტეკი, ხედავთ 18700-ია პატარა ბლაინდიდან დასამატებელი. ფიქრობს ბეკა იგივე ხულიკი 1999. რამდენი არის? და გაასწორა. 64. პატასაც შეუძლია თავისუფლად გაასწოროს, თუმცა გადააგდო. მარიაჟი მომიკარნი გარონე. მარიაჟი ყავდა? ხო რა, ოლინს ხდები? ზუსტად ამას განიხილავენ მოთამაშეები. ის გავასამბავო? არის ლოგიკა ორივე შემთხვევაში. ესე? სერიოზულად მარიაჟი ყავდა. 2-3-იანი 4-იანი ამასობაში. ამამე. 4-იანი აქ არაფერს არ ცulis, 7-იანიან კაროლი, თუმცა ერთი კაროლი გამოსულია. ცოტნესთვის. უნდა დამეკოლა ზო ან შენ დაგიწევ. ტუზი, ხოლმე გაყოფის იმედი უნდა კონდეს. იმა რომ მოიგოს იგივე ხდება. ცოტნეს ძელდება აქ დისკუსია დაეკოლა თუ არა. პატა 6-იანი და ცოტნე ემშვიდობება მესამე ადგილზე. შეხვედრას 1300 ლარი. კოლ ვაფშე. ეცაპი. ოლინ უნდა გეკო. ხო ამ კონში ხა რატონა? მე ვერ გავიგე შენი ხელი პროსტა და რა ვიცი. შენ ბლაინდ. დასოს უახლოვდება პოკერინგის მეორე სეზონის მესამე თამაში, 2 მონაწილე დარჩა. ცოტნე გამოეთიშა. საკმაოდ საინტერესო თამაშია დღეს პრინციპში, და ღირსეულად მიხვედი და რა მოხდა აი ბოლოს მოდი ბოლოს არაფერი ისეთი დამოყდა ის 5% რაც ზოგადად ცხოვრებაშიც ჭირდება ადამიანს, რასაც გამართლება ქვია. წენო ავერ და ესე მოხდა რომ თემი და რევარი უკან დავრჩი. ძლიერი მოთამაშეებიც იყვნენ, სუსტი მოთამაშეებიც იყვნენ. საერთო ჯამში კაი თამაში გამოვიდა რა. და ევროპა ბეტისგან გადმოგეცემათ 1300 ლარი. მადლობა. მე ხა დიდად აღარ განვიცდი რაღაც წაგებას. იმიტომ რომ თავიდან რო იწყებ თამაშს და ჭდები იცი რომ არ არის ესე დაჭდები და მოიგებ, ესე არ არის, ხო? მან წააგებ, ან მოთხოვ ორი მხარე აქვს ზუსტად. მესამე არ არსებობს აქ და ამას თუ ადვილად ვერ ეგუებინ, ჩემისას თან უნდა ითამაშო რა. 4-8 ბლაინდი heads-up-ი. ტუზდამა ბეკას შესანიშნავი საწყისი ხელი, თუმცა გავითვალისწინოთ ისიც რომ heads-up-ში მნიშვნელოვანი არ არის. თუ რა ყავს შენ, მნიშვნელოვანია რა ყავს მოწინააღმდეგეს.
და როგორ შეასრულებს უფრო ფსიქოლოგია. თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ ხდება. დაჯახება ორივე მოთამაშემ ტულზი ნახა ბლაინდებში და all-in-ი. უკან არის რა თქმა უნდა პაატა და მე რამდენად უმართლებს მას 6-იანი ფლოპზე და უკვე აქეთ ბექამ უნდა იყიდოს დამა. თუ ასე არ მოხდება heads-up-ი დასრულებული იქნება და პაატა იქნება მესამე მოთამაშე, რომელიც დაიკავებს ადგილს main event-ზე. ნახოთ. დამა და მხოლოდ დამა. 8-იანი. არანაირი შველა ბექასთვის. მხოლოდ 3 დამა. თუ არა და პაატა main event-ზეა. რივერი. 2-იანი და ულოცავთ პაატას. შტამბეჭ დავისვლა ფინალურ მაგიდაზე. რა თქმა უნდა, ცოტა იღბალით, სხვანაირად არ შეიძლება. და ულოცავ მე მას ამ ძალიან დიდ წარმატებას. წინ main event-ია. მე კი ამითი გიორგი ბაქანიძე გემშვიდობებით მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. დასრულდა პოკერინგის მეორე სეზონის მესამე ნახევარფინალი. ვიდრე გამარჯვებულს გავესაუბრებოდეთ, ჯერ მოთამაშე რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ხვლიკი ბექა ჟორჟულიანი მეორე ადგილზე გავხდით. ძალიან კარგად თამაშე, თელი თამაში მართლაც. და საბოლოო ჯამში მოკლედ აი რა მოხდა ბოლოს? ბოლოს საბედნიეროდ კარგი კარტი მყავდა მოწინააღმდეგეზე, მაგრამ არ გამიმართლა, ასიზო პოკერია რა. და ზოგადად დღევანდელი თამაშთლიანობაში მონაწილეებზე რა სიტყვა? ძალიან კარგი თამაში იყო, განსაკუთრებით ფინალური, რამდენიმე კაი მოთამაშე იყო, განსაკუთრებით 3 რო დავრჩით, კაი თამაში იყო. და ახლა მომავალში რევანშის ყურვილი ახლა სპორტული თამაშია მაინც და არ ვიცი ნახოთ რავი, როგორ მოხდება. ფინალში დამარცხება მაინც უფრო ალბათ მტკივნეულია. ხო, მტკივნეულია, მაგრამ ასიდო. სრულად დამსახურებული ჯილდო. ახლა კი კულმინაცია ფინალში იწყებს 27 მოთამაშე თამაშს, ფინალში გადის მხოლოდ 1 და დღეს სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გამარჯვებული, რომელიც ითამაშებს ფინალში. მეცახელი აქვს ძალიან და საშიში სხვათა შორის ზემლეტრისენიე პაატა ხმალაძე, რომელსაც ალბათ სპორტის მოყვარულები ბილიარდიდან პირველ რიგში ბილიარდის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, მრავალგზის ჩემპიონი, საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. და დღეს თითქოს ძალიან მძიმე სიტუაციაში იყავით ფინალის საფინალო მაგიდაზე მოხვედრის წინ. ნუ რა ეს ცით პირველ რიგში მაინც პოკერია და ალბათ იმედი არ უნდა გქონდეს გადაწურული, არ უნდა დაყარო ფარხმალი. ნუ არა მარტო პოკერში ყველანაირ შეჯიბრში ეს ტურნირში აუცილებლად შეეხება სპორტს. ნუ უიმედოდ არ ყოფილა და ალბათ გავამართლე რა ჩემი თავის იმედი. ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ, სანამ ახვიდოდით ფინალურ მაგიდაზე და ბილიარდში გამართლებაზე ლაპარაკი ნამდვილად არ არის. მე როგორც ბილიარდში სამწუხაროდ და ვერ გაგიმართლებს ესე როგორც აქ შეიძლება გაგიმართლოს. ნუ მე მოგეხსენებათ ფინალური მაგიდის დასაწყისში ცოტა ფიშკებში ვერ ვიყავი ისე კარგად როგორც ჩემი ოპონენტები, მაგრამ ნუ მადლობა ღმერთს გავიმარჯვე, ძალიან ყოფილი ვარ შედეგი. შეგახსენებთ რომ საპრიზო ფონდი მიმდინარე მეორე სეზონის არის 170,000 ლარი, ძალიან სოლიდური და მთავარი პრიზის გადაცემის დროც მოვიდა, ღირსეული ფინალისტი ყავს, დღევანდელი თამაში ღირსეულად დაასრულა და გადაეცემა მთავარი პრიზი ევროპა ბეტისგან ფინალის საგზური. ჩვენი დღევანდელი თამაში ამით დასრულებულია. პაატას მიულოცოთ ეს წარმატება. ჩვენ კი მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.